ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით და სკოლაშიც იქ ვსწავლობდით. ვინც ჩვენს კულტურას იცნობს, იცის, რომ ეს გარემო საკმაოდ რთულია. ხშირია დაპირისპირება სკოლაში. ბავშვობაში არ იცი, რა არის სწორი, როგორ დაიცვა თავი, ვის მიმართო. მე პირადად არ მიყვარდა კონფლიქტები. სპორტი უფრო მიზიდავდა. ბევრს გონია, რომ თუ საბრძოლო სპორტით ხარ დაკავებული, აგრესიული ხარ, მაგრამ სინამდვილეში მე არასდროს მიყვარდა ქუჩაში დაპირისპირება. თუმცა ზოგჯერ მაინც გიწევს ასეთ სიტუაციებთან შეხება. მეშინოდა კიდეც, შესვენებაზე შეიძლება უფროსები ფულს გთხოვდნენ, დაგცინოდნენ. ასეთი მომენტები გავლენას ახდენს შენს თვითშეფასებაზე. თავს სუსტად გრძნობ, თითქოს ნაკლები ხარ, სანამ არ იწყებ ამაზე საუბარს. მე ყოველთვის უზიარებდი ჩემს სისუსტეებს ახლობლებს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მეშინოდა დახმარების თხოვნის. ზოგჯერ ჩვენ თვითონ არ გვაქვს პასუხები და გვჭირდება სხვასთან საუბარი. ამაშია განვითარების სილამაზე. ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც დაგვეხმარება და გაგვამხნევებს. მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში დახმარების თხოვნა თითქოს სისუსტეთ ითვლება. სინამდვილეში კი პირიქითაა. მე ცხოვრებაში ყოველთვის ვითხოვდი დახმარებას, ფინანსურს, რჩევას, ემოციურს, სულიერს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომ არ გამეკეთებინა, დღეს აქ არ ვიქნებოდი. არასდროს უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი იცი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მეც ვსწავლობ, მით უფრო ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი. პირველ რიგში უნდა აღიარო, რომ სრულყოფილი არ ხარ. ყველა უშვებს შეცდომებს. ყოველთვის გაქვს შანსი შეცვალო ყველაფერი. თუ ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია მოქმედება, ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა თავიდან დაიწყო და ისწავლო შეცდომებს.